მშვიდობისა კიდევ ერთხელ ვიფასო რადიო მსმენელებო, გადაცემა ძველი რადიო გადის რადიო მოდის პირდაპირ ეთერში ნინოსთან და მიშასთან ერთად. დღეს ეულად მიწევს გადაცემის საყვანა და მინდა წარმოგიდგინოთ რეჟისორი, დრამატურგი, მწერალი, მსახიობი თუ რამე გამორჩა გობა დამეხმარე და ძალიან საინტერესო პროექტების ავტორი და ამჯერად დღეს ჩვენთან სტუდიაშია ის მოსული როგორც დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ ფესტივალ დიოგენეს დირექტორი. ორმოსი მადლობა გობა და მინდა გითხრა რომ ჩვენი ახალი სეზონის ახალ სტუდიაში გადის ჩვენი ახალი სეზონის პირველი გადაცემა და პირველი სტუმარი შენ ხარ და იმედია კარგი ფეხი გექნება. ძალიან დიდი მადლობა, კეთილი იყოს შენ ფეხი და არაჩვეულებრივი სტუდია არის, არაჩვეულებრივად მოწყობილი და გისურვებთ არაჩვეულებრივი გადაცემების კეთებას. ასევე ჩვენი მხრიდან ჩვენ მადლობას გიხდით იმისთვის, რასაც შენ აკეთებ, იმიტომ რომ მე-6-ჯერ ტარდება ეს ფესტივალი და ძალიან შედეგებზე ჩვენ ხშირად საუბრობდით, იმიტომ რომ თითქმის ყოველ წელს ხარ ჩვენი სტუმარი და ყოველ წელს რაღაც გარკვეული სიახლეებით ხვდებით ახალი პროექტები იბადება და ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომენტი და მოდი მინდა დავიწყოთ ზოგადად თავად იდეით, თავარი მისია ფესტივალისა ჩვენ მსმენელმა კი იცის, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ ჩვენს რადიო მსმენელს, რა არის ამ ფესტივალის მთავარი მისია. იმიტომ რომ ერთი რამე ჩვენ საუბარში სანამ ეთერში შემოვიდეთ, თქვით რომ სამწუხაროდ კინო აღარ არის უკვე პოპულარული იმ ხრივ რომ კინოთი მატერიალურად ვერ დაკმაყოფილდები. კინო არ არის რაღაცა იმის საშუალება რომ შენ და ამიტომ რაღაცნაირად ხდება ხოლმე ეს მეორე პლანზე გადადის რაღაცნაირად ეს, მაგრამ აი ეს ასეთ მსგავსი ფესტივალები აძლევენ ადამიანებს საშუალებას შემოქმედად გამოვავლინონ თავიანთი ნიჩი და დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო და მრავლის მომცველი შეკითხვა. უბრალოდ მინდა დავიწყო იმით, რომ ეს ფესტივალი 2020 წლიდან არსებობს. მისი შექმნის და მოფიქრების ინიციატორი იყო ბუბა ხოტივარი, რომელმაც თხოვა რამოდენიმეჯერ, რომ აი დახურულ სივრცეში ვარ სულ ყველა და რაიმე მოვიფიქროთ, რომ კინოსთვის გავაკეთოთ და აი მე ჩამოყალიბდა ეს იდეა და 2020 წლიდან მოვდივართ ჩვენ ამ ფესტივალის იდეით და ამ ფესტივალის აქტუალობით, ესე ვთქვათ და ჩვენ გვერდში გვიდგას პირველ რიგში თბილისის მერია, რომელიც პირველივე ნაბიჯებიდან ჩვენს გვერდით დადგა და ფინანსურ დახმარებას გვიწევდა კულტურის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული კინოცენტრი. ეხლა რაც შეეხება თვითონ ფესტივალს, მისი ფორმატი რა კი ინტერნეტ ფორმატია, ის ამ რეგიონში პირველია, არ კეთდება ამ რეგიონში ინტერნეტ კინოფესტივალი. კეთდება ტრადიციული ფესტივალი. ამ ფესტივალის ყველაზე, ესე ვთქვათ, მომგებიანი და მობილური ფორმა არის ის, რომ ჩვენ რა კი ინტერნეტ ფესტივალი ვართ, ჩვენ მის მონაწილეებს ვაგებინებთ დროში, მანძილში და თანხაში. მას ბევრი დროის ხარჯვა იმისაც, რომ ფილმი გამოაგზავნოს ჩვენთან და მონაწილეობა მიიღოს და თანამონაწილე იყოს შემოქმედებითი და საორგანიზაციო პროცესების, მას არ ეკარგება არც დრო, არც ადგილი და არც თანხა. მას შეუძლია თავის ბუნებრივ გარემოში, სადაც იქიდან იყოს ჩვენი მონაწილე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ფესტივალის იდეა თავიდანვე და დღევანდლამდე არის უმთავრესი ის, რომ მცირე ბიუჯეტიანი ფილმების პროპაგანდა გაუწიოთ და მცირე ბიუჯეტიანი რატო? ის ინარჩუნებს შემოქმედის ინდივიდუალიზმს. ნაკლებად არის დამოკიდებული ინდუსტრიაზე და შესაბამისად ორიგინალური ხედვა, მისი ფილოსოფია, მისი დამოკიდებულება კინოსადმი უფრო მკაფიოდ ვლინდება, იმიტომ რომ ის უფრო თავისუფალია ექსპერიმენტების მიმართ და თავის პოვნა შეუძლია ამ მიმართულებაში და ჩვენ მივესალმებით ასეთი ფორმატის კინემატოგრაფს. და ახალისებაა ერთგვარი, რომ ადამიანი
იყოს პროცესებში, ხა ჩვენ დასაწყისში რო ვლაპარაკობდით, რო აღნიშნე, რომ არა, კინო უყვართ და კინოს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია შემეცნებით სივრცეში მაყურებლის დღესდღეობით, იმიტომ რომ კინო და ვიდეო და სატელევიზიო სპეციფიკა მათ აწვდის იმ ინფორმაციას და გზამკვლევია მისი პირადი სულიერი განვითარების და შემოქმედებითი განვითარების გზაზე და როდესაც ის კინოში უყურებს სხვის ნამუშევარს, ის ხვდება რამდენად სწორად ავითარებს თავის ექსპერიმენტალურ კინოს თუ მიმართულებას და ამ ხრივ ხო ჩვენ მაქსიმალურად ვაწვევით კინოში ინდივიდუალიზმს. თუმცა ის მართალია, რომ პოპულარული კი არის კინო, მაგრამ შემოსავლიანი სამწუხაროდ არ არის ჩვენთან, იმიტომ რომ იყოს შენ პროფესიონალი კინორეჟისორი, რას ნიშნავს ამ შემთხვევაში? შენ ღებულობდე შემოსავალს შენი შრომიდან და ხო სამწუხაროდ არიან, საბედნიეროდ არიან ზოგიერთები, მაგრამ ძირითადად შემოსავლის წყარო კინო ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის არ არის. დოტაციაზე ვართ. მე რა თქმა უნდა უკვე გასაგებია, რომ ეს ერთგვარი ასპარეზია იმისთვის, რომ წარმოჩნდეს მისი ნიჭი, წარმოჩნდეს მისი შეიძლება ხელწერა, კინოხელწერა და გაიცნოს პროფესიონალმა კინემატოგრაფმა, რომელმაც შეიძლება დაინტერესდეს სამომავლო გეგმებით და მისცეს მას საშუალება, რომ ამჯერად უკვე რაღაცნაირად გადაიყოს ფართო მასშტაბიანი, თუნდაც მოკლემეტრაჟიანი ფილმი და რაღაცნაირად გააცნოს თავისი თავი აი ამ კინოსფეროში და შემდგომ განვითარდეს როგორც პროფესიონალი. აი მსგავსი რამ თუ მომხდარა აი ამ წლების განმავლობაში. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენთან ამ 6 წლის მანძილზე ძალიან ბევრი საინტერესო ნამუშევარი შემოვიდა, რომელსაც ჩვენ მივეცით შესაბამისი სერტიფიკატი და თავისთავად ეს გარკვეულწილად უფრო გზას უხსნის კინემატოგრაფისტს, რა კი ის მონაწილეობს საერთაშორისო ფორუმ ფესტივალში, როგორც ჩვენი ფესტივალია და მისი ფილმის ტიტრებში იქნება აღნიშნული ეს ფაქტი, ეს უკვე პროდიუსერების და კინო მესვეურთა ყურადღებას უფრო მეტად იპყრობს და უფრო მეტი ინტერესს ავლენენ ისინი ამ კინემატოგრაფისტის მიმართ და შესაბამისად მას მეტი საშუალება ეძლევა და მეტი გზა ეძლევა, რომ უფრო მეტად წარმოაჩინოს თავისი ხედვა, თავისი დამოკიდებულება, თავის გემოვნება და თავისი ფილოსოფია. კობა, მე ძალიან საინტერესოა თვითონ ჟურის შემადგენლობა. აქ რამდენნაირი ჟური არის, სტუდენტური ჟური, ამოიწერა სპეციალურად, არის პროფესიონალი საერთაშორისო სადასავლო პროფესიონალები შედიან და ძალიან საგულისხმო და საინტერესო მესამე ტიპის ჟური, ეს არის პენიტენციური ჟური. აი მე ვფიქრობ, მსგავსი რამ არ გამიგია, მაგრამ არც მე და სხვათა შორის. ანუ რას ნიშნავს, რომ გამგვიმარტო? კი ბატონო, აუცილებლად აღიხსნით პირველ რიგში გეტყვით, რომ კინემატოგრაფს უყურებს ყველა. ხო, როგორც ესე ვთქვათ, კინემატოგრაფისტული ენა ძირითადად არის ისეთი ენა, რომელიც გასაგები არის 99% იმისათვის, ვინც ეკრანის წინ დაჯდება და მიაქცევს ყურადღებას, რაც ხდება ეკრანზე. შესაბამისად, ჩვენი ინტერესი იყო, რომ რაც შეიძლება მეტი სპექტრი მაყურებლის ჩართულიყო კინო შეფასებაში ჩვენი ფილმების და გადავწყვიტეთ, რომ პენიტენციურში არის ჟავრდებულები, მათთან ინტერნეტი არ არის ამ შემთხვევაში ჩვენ ინტერნეტ ფესტივალ და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ისინი ძალიან საინტერესო მაყურებელი და გულშემატკივარი არიან ვიზუალური ხელოვნების და მივედით მათთან. დავწერეთ პროექტი, შევიტანეთ, ძალიან გვერდით დაგვიდგა მან საზოგადოებრივი სამსახურის უფროსი ქალბატონი ინგა სარჯველიძე და ქალბატონი ნატალია ზაქარეიშვილი. დაგვიდგნენ, დაინტერესდნენ, იმიტომ რომ
ასეთი ექსპერიმენტი მსოფლიოში არ ყოფილა, ხო? და თან ჩვენ უთხარით, რომ ეს ერთჯერადი არ გვინდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენთვის მათი ხმა, მათი ხედვა და მათი პოზიცია მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისინი განსაკუთრებულ გარემოში არიან. შესაბამისად, უფრო სხვანაირად ხედავენ ამ ყველაფერს. შედეგი გამოიღო ამან. კი, როგორ არა, დიდი ინტერესით და ყველაზე ჟიურის რაოდენობა ყველაზე მეტი აქვთ მაგათ. და სპექტრიც სხვადასხვანაირია. იქ არიან ქართველებიც, არიან არაქართველებიც, რუსი, უკრაინელი და დიდი ინტერესით უყურებენ და ყველაზე ადრე გვაძლევენ თავის შეფასების რეზულტატებს. და ძალიან საინტერესო წინადადებებითაც შემოდიან, რომიც მათ გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ კინოშემოქმედებითი შიმშილი აქვთ. იმ მხრივ, რომ ისინი ამბობენ, რომ სამწუხაროდ კინოში ალბათ რაღაც გარკვეულ ფილმებს ისეთებს აწვდიან, რომ გმირები ერთგვაროვანი არიან, ერთი სფეროდან არიან, ერთი სოციალური ფენიდან არიან. ამ დროს შეხედონ ირგვლივ სხვადასხვა სფეროს, სხვადასხვა მაყურებელის რაოდენობა ზუსტად იმით იზრდება, რომ გმირების მრავალფეროვნება იზრდება ეკრანზე. დამხრივ მათი შენიშვნები, რა თქმა უნდა, ეს კი, გასათვალისწინებელია და თან გულმხურვალე ხალხია. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არაფერზე არ ვლაპარაკობთ კინოს და ხელოვნების გარდა. და ეს უფრო გვაახლოებს. ხო, ჟანრობრივად შეზღუდული არ არის, ხო, რომ შეიძლება იყოს დოკუმენტური, შეიძლება იყოს მხატვრული, მულტიპლიკაციური, ანიმაციური, ექსპერიმენტული და მუსიკალურიც. ანუ აბსოლუტურად იმიტომაც თქვი, რომ არის მცირე ბიუჯეტიანი და არის ორიენტირებული შემოქმედის ინდივიდუალიზმზე. რომ მან მაქსიმალურად შეძლოს თავისი გამოვლინება და ამისთვის ყველა ჟანრი შეიძლება გამოიყენოს, მაგრამ უმთავრესი ჩვენი პირობა არის ის, რომ რასაც აკეთებს პროფესიონალურად იყოს შემოთავაზებული, ანუ დამონტაჟებული და გაკეთებული. ხემან შეიძლება რაღაცა ტელეფონით შეიძლება გადაიღო, მაგრამ უნდა იყოს შესაბამებული იყო. წელს არ შემოსულა. კი, ვერტიკალურ კინოზეც ხო იყო შემოსული, თუმცა ხარისხი არ იყო იმ დონის სამწუხაროდ, რაც უნდა იყოს და როგორც ღებულობენ ამ მიმართულებით. ანუ ხარისხი და შინაარსის თანხვედრა აუცილებელია, ამიტომ მაყურებელმა ხო უნდა დაინახოს და გაიგოს რა ხდება. კინო კეთდება მაყურებლისთვის და არა იმისთვის, ვინც კინოს აკეთებს მარტო. ანუ ის დიდი შრომა, რასაც შერჩევა ქვია ფილმების, ეს უკვე დასრულებულია, ხო? კი, დასრულებულია. ფაქტიურად უკვე სექტემბერი არის უკვე დასკვნითი ნაწილი, ხო? როდესაც ნებისმიერ მაყურებელს შეუძლია ამ ფილმების ნახვა ეკრანზე და საჩელება და აი ამით კი ბატონო, ჩვენ აი მომავალი კვირიდან ვიწყებთ ფილმების ჩვენებას თვითონ 18-ში, 19-ში, 24-ში და 25 სექტემბერს. ეს კინოთეატრში იქნება? ხო, კინოთეატრში იქნება, ეს იქნება კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში, რომელიც ყველამიცი სადაც არის, ესა რუსთაველის ძეგლი. რუსთაველზე სადაც დგას, იმის მოპირდაპირე მხარეს კინოსახლში. ანუ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უფასოდ კი, უფასოდ დასწრება, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი მიზანია კინოპროპაგანდის და კინოშემოქმედების პოპულარიზაცია და ამისთვის ჩვენ ფულს არ ვახდებით ხალხს. შეკითხვა და დამებად, ანუ თვითონ აი ეს მაყურებლის ჟურის თემაც რომ ანუ მაყურებლის როგორ თქვა შეფასება რამენერად აისახება, ანუ ფილმის როგორ იყო, იცით, წელს თავი შევიკავეთ. ხო, ადრე ჩვენ ფილმებს ვათავსებდით ინტერნეტში და ვაჩვენებდით, მაგრამ წელს ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. მოხდა დუბლირება ჩვენი YouTube გვერდის. ხო, რაც ანუ ფილმების ნაწილი გადაკაჩულ იქნა თითქოს ჩვენი აბრევიატურის იმაში. უბრალოდ იქ ციფრობრივი განსხვავება იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ წელს შეგნებულად ხო, არ ვიცი, ხო, იმიტომ რომ YouTube-ს მივწერეთ, რაღაცების დაბლოკვა მოვახერხეთ, მაგრამ სანამ ამ პრობლემას საბოლოოდ არ გადავწყვეთ და არ შეუნარჩუნებთ ავტორებს უსაფრთხოების შეგრძნებას, მანამდე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წელს
ვეღარ გვეჩვენებინას ფილმები მაშინ რა ქვია ინტერნეტით. მიუხედავად იმისა, რომ 95% ამის თანახმა იყო. ანუ ჩვენ დიდი პასუხისგებლობა ვიღებთ ყოველი ნამუშევრის მიმართ. და ამიტომ ფილმები იქნება ნაჩვენები კინოთეატრში და ინფორმაციები და რაღაც ნაწყვეტებს აუცილებლად განვათავსებთ ინტერნეტში. ფესტივალი არის საერთაშორისო და აი რამდენი ქვეყანა, ანუ ყოველწლიურად რაღაც ქვეყნების რაოდენობა მატულობს ხოლმე და მინიმუმ 40 ქვეყანამდე მონაწილეობდნენ წელს ჩვენს ფესტივალში. 40 ქვეყნიდან 17-18 ქვეყნის ნამუშევარი გავიდა, 43 ფილმი გამოვიდა წელს ჩვენს ფესტივალში ღებულობს მონაწილეობას. ძალიან დიდი თანადგობა და მეგობრული და პარტნიორული დახმარება გაგვიწიეს ისრაელის კინემატოგრაფისტებმა, ნატალია რუსმა და მაქს ეპშტეინმა, რომლებსაც მოიზიდეს ძალიან საინტერესო ნამუშევარი. თვითონაც ესენი მოქმედი რეჟისორები არიან და მაქსმა ვარი თქვა, ესე ვთქვათ, საორგანიზაციო ჯგუფში მონაწილეობაზე, იმიტომ რომ უნდოდა რომ ჟიურიში ყოფილიყო. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ აი არ დაემთხოს ესენი ერთმანეთს და ძალიან გვერდით დაგვიდგნენ. ისინი უკრაინელები დაგვიდგნენ ძალიან გვერდით, ესტონელებიც და საერთოდ ესტონეთის საელჩო დიდ ყურადღებას გვაქცევს და წელს რაც განვათავსეთ ჩვენ ვაი ფილმების ჩვენება და ეს რო არის, მათ თავის გვერდზე განათავსეს ეს და კიდევ ერთხელ დავწუნდი, რომ ხელოვნებას აქვს უნიკალური ენა. ის პოლიტიკისა და რაღაცა სხვა სპექტრების გარეშე ადამიანების დაახლოებას ახდენს და ჩვენ აი ამ მიმართულებით ალბათ ესეც არის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მისია. და აი გამართლება დაიწყო ახლა. მოდით ისე ფესტივალის მიმდინარეობას მივყვეთ, აი დასკვნითი ნაწილი როდის ხდება? დასკვნითი ნაწილი, როგორც გითხარით, ფილმების ჩვენება იქნება 18-ში და 19-ში, 18 საათზე დაიწყება და 24-ში და 25-ში. დასკვნითი იქნება 27-ში, სადაც უკვე განვაცხადებთ გამარჯვებულ ფილმებს და მათთვის პრიზების სიმბოლური გადაცემა მოხდება, იმიტომ რომ თუ კი ვინმე ადგილზე იქნება, გადავცემთ თუ არა და გამარჯვებული ფილმების უკვე ვიცით ვინც არის გამარჯვებული, ხო? თუ გამარჯვებული არა, ვიცით ჟიურის შეფასებები და შემდგომ როგორ ხდება ეს ხდება ამ შეფასებების სუმირება და გადაეცემა ესენი ჟიურის და მერე ხდება ჟიურის ინტერნეტ კონფერენცია, სადაც ისინი წყვიტავენ ამას და ეს გადაწყდება 20-23 სექტემბრისთვის გვეცოდინება, თუმცა შედეგები მხოლოდ და მხოლოდ 27-ში გაჟღერდება. ყობა ძალიან სიამოვნებს, რომ ესეთი ხალხი არის ხოლმე ჩვენი გადაცემის სტუმარი და წარმატებას გისურვებ. დიდი მადლობა. მართლა ძალიან დიდი საქმე კეთდება იმისთვის, რომ აი კინო მოყვარულებმა, კინოთი გატაცებულმა ახალგაზრდებმა შეძლონ გამოავლინონ თავისი ნიჭი და ეს აღნიშნულოვანია და შემდგომ აი ეს ერთგვარი შემოქმედებითი რუტინა, ეს ადამიანების გაცნობა, ახალი პერსპექტივები, ეს ყველაფერს ისევ ალბათ კინოს დაუბრუნებს რაღაცა თავის სიძლიერეს და თავის ადგილს, რაც და რაც მთავარია კინო მინდა გითხრათ, რომ ბევრი ქვეყნის ძალიან გათვითცნობიერებული და ნიჭიერმა წარმომადგენელმა საქართველოზე ძალიან ზედაპირული ინფორმაცია იცოდნენ და ჩვენ ვეხმარებით კიდე იმაში, რომ მოხდეს პოპულარიზაცია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ტრადიციების და მაქსიმალურად გვაქვს კონტაქტი მათთან და ამ მიმართულებითაც მუშაობთ. პოპულარიზაციას უწევთ არა მარტო ქართულ კინოს, არამედ ქართულ რეალობას, საქართველოს. ნამდვილად. ყობა, მე ხლა არ მინდა დრო დავკარგო და კიდევ ერთ თემას შევეხო, იმიტომ რომ ყოველთვის მუდმივად ჩვენთან სტუმრობა შენი ახალ პროექტთანაც არის დაკავშირებული. ამ შემთხვევაში ახალი პროექტი, ახალი პერსპექტივები, ზუსტად ესე ამოვიწერე. საქმე ეხება ალექსანდრე ქუთათელის რომანის პირისპირის აუდიო სერიალად შექმნას. აი, მოდი ესე დავიწყოთ, ეს სხვათა შორის არ მაქვს ეს რომანი წაკითხული და შენ ისეთი საინტერესო ანოტაცია ქონდა, რომ თან ისე ალბათ ყოველთვის ეძებ ხოლმე ისეთ მასალას, რომელიც არ არის შორს ჩვენი დღევანდელი რეალობიდან. აი, რატომ ალექსანდრე ქუთათელი და რატომ რომანი პირისპირ?
იმიტომ რომ ალექსანდრე ქუთათელის ეს რომანი ეხება 1921 წლებს არც მის ქვედა ისტორიას არც შემდგომ ისტორიას ეს რომანი არ ეხება ეს რომანი როცა მას კითხულობ აი როგორ გითხრათ ბევრი რომანი არის ცოცხალი რომანი ეს არა მარტო ცოცხალია ხო დოკუმენტური მხატვრულ დოკუმენტური პროზა არის აქ აღწერილი და ჩემი აზრით ძალიან მწირი ინფორმაციებია თვითონ ამ რომანის შექმნაზე და ბევრ ამას ერთადერთი რაც ვიცით რომ 34 წელში შედგა რომანის 3 ნაწილის განხილვა და იქ ზოგიერთი ისეთი აბსურდული რაღაცა იყო, ну აი მაგალითად იქ გმირი არის ნინო არაჩვეულებრივი ქალბატონი ის არის და ავტორს ის ყავს შედარებული ჯიშიან ქართულ ჯიშიან ცხენს რა ვთქვათ სუფთა სისხლის ულახსო რო იტყვიან და ძალიან პოეტურად არის შეფასებული და ხო ამაზე აქ დისკუსია წარიმართა 34 წელში მწერალთა კავშირში რომ როგორ შეიძლება ქალი შეადარო ცხენს და აქ ну არ არის ეგრე ეს ცოტა სხვა რაღაცებია მეტაფორებზეა ლაპარაკი და ამან ეს ამოიღო მე ну ძალიან ისეთ ანუ ფაქტიურად იმის თქმა მინდა რომ ამ რომანის სრულფასოვანი შეფასება და კრიტიკა არ მომხდარა როგორც ასეთი თუმცა აქ არის ზუსტად და დეტალურად აღწერილი ახალგაზრდა კაცის 19-21 წლის კაცის შეფასება იმისი რაც ხდება მის ირგვლივ რომლის უშუალო თანამონაწილე თვითონ იყო და ჩემი აზრით ეპოქალურ ცვლილებაზეა საუბარი ერთი ფორმაციიდან მეორე ფორმაციაზე გადასვლის და თან როგორ შემოვიდა ბოლშევიკური არმია ძალიან საინტერესოთ არის კიდე აღწერილი და ბოლშევიკური იდეოლოგია ხო იდეოლოგია საქმე იმაშია რომ აგიტაცია რომ მიდიოდა ამ ხალხში თქვენ იცით რომ როგორც აი ამ იმიდან ვიცი 21 წელში თბილისის დაცვა ფაქტიურად აქტიური ნაწილი 150 იუნკერის ხელში დარჩა დანარჩენი ჯარი წავიდა ანუ წავიდა ის ჯარი ეხა რომელიც იყო შემდგარი მუშებისაგან გლეხებისაგან მათ დატოვეს პროპაგანდის პროპაგანდის გამო და კიდე იმის გამო რა შედეგები გამოიღო იმდროინდელმა მთავრობამ ხალხთან ურთიერთობაში რა შეპირებები და რა ბევრი რაღაცა არ იქნა გაკეთებული და უკმაყოფილო ადამიანებს რას უშვებოდნენ ბოლშევიკებმა უარეს იქნეს მერე მაგრამ საქმე იმაშია რომ ეს ტერორი დაწყებული იყო მაშინ უკვე და ბოლშევიკები ამ ესე ვთქვათ დასჯისა და ამ კრიტიკის ნიადაგზე თესავდნენ რომ ჩვენ მოგვაქვს თავისუფლება ჩვენ დამოუკიდებლობას არ შევეხებით პიროვნებას არ შევეხებით იქნება სოციალიზმი იქნება ყველა თანაბარი თქვენ მოგეცემათ ის მიწები რაც წაგერთვათ მუშები აიღებენ იმ ხელფას რაც ეკუთვნით და მოგებიდან ექნება წილი და ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი ფაქტიურად პირველი წელი როგორც ქუთათელი აღწერს თავის რომანში და მერე აღარ ეხება არაფერს ეს იყო სრული დემოკრატიის ამბავი და ვიღაცებს ჟიდნენ მართალია მაგრამ იყო როგორი იცი აბსოლუტური თავისუფლების ქაოსი იყო შემოქმედებაშიც და ამან მოატყვილა ეს ხალხი და მოატყვილა თვითონ ის ქართველი ბოლშევიკებიც კი რომლებსაც ეგონათ რომ მხოლოდ და მხოლოდ წყობა შეიცვლებოდა და საქართველოს დამოუკიდებლობას ხელს არავინ არ ახლებდა ნაციონალიზაციას ხელს რაც არ მოხდა მინდა გამოგიტყდა გობა რომ აი არასოდეს არ მქონდა სიმპათია აი ამ ავტორის მიმართ და იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ აქ უფრო იმიტომაც არ შეეხნენ იმ რეპრესიები არ შეეხო ამ ავტორს იმიტომაც დაიბეჭდა ეს იგნი რომ ალბათ
ეს მენშევიკებისა და ბოლშევიკების დაპირისპირება უფრო ბოლშევიკების მხარეს გადახრილი. ანუ ერთი შეხედვით, მაგრამ აი მანოტაციის საკითხის შემდეგ, რასაც აი ფილმს შენ წარუძღვა შენი წინათქმა, მოусმინე აი ვაპირებ აი ამ წიგნის საკითხს. აუცილებლად ძალიან საინტერესოა რა. ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ ის რაც 21 წელში მოხდა საქართველოში, ხო? თუ კი ის კარგად და ზუსტად არ იქნა გაანალიზებული, ჩვენ ყოველთვის ვიდგებით ამ გზაჯვარედინზე და ძალიან ცუდ გზაჯვარედინზე, როდესაც დავიჯერებთ შეპირებებს და არ დავინახავთ რეალობა რა არის. და დავიჯერებთ რომ რევოლუციამ შეიძლება რაიმე შეცვალოს. ხო, და გვეგონება რომ რევოლუცია, ვინც თავის სისხლსა და ხორცს წირავს ამ რევოლუციას, იმათთვის რამე კარგი მოხდება. ესე არ ყოფილა არასოდეს არც ერთი რევოლუციის დროს. და კიდე რაც თავარია, აი რისი აღნიშნვაც მინდა, რომ აქ არის ძალიან ზუსტად დანახული მენშევიკური მთავრობის მინუსები, რომლებიც უტრირებული არის ბოლშევიკების პირველი წლების შემოსვლიდან. მარქსისტები იყვნენ უბრალოდ სხვა გაგების. არაფერი სხვა გაგების არ იყო ეს. ეს იყო სუფთა მათი ბრძოლა იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეებთან, რომლებიც ბოლშევიკები შეიძლება არ ყოფილიყვნენ, არანაკლებ სასტიკი და სისხლიანი იყო, რომ იცოდეთ. ქართულ ნაციონალისტებზე ლაპარაკი, კონსერვატორებზე და სხვათა შორის თავადაზნაურობის დევნა იდეოლოგიური მენშევიკების დროს დაიწყო, რომლებიც მერე ღოღობერიძემ დააგვირგვინა, რომ თავადაზნაურობა საერთოდ უნდა ამოწყვეტილიყო. საშინელებო რესტელაში მოხდა, კი ბატონო. ძალიან ცუდ, ხო აი და კიდე რა არის, იცით, ამ რომანის საკითხისთვის უნდა იყო მზად. იმიტომ რომ უნდა იცოდე, რომ ამ კაცმა ეს რომანი, ამ რომანში ბევრი სიმართლე გაიტანა, მაგრამ იძულებული იყო კეისარს კეისრისთვის მიეცა. იქ არის ისტორიული არასწორად აღნიშნული ფაქტები, ხო, შეგნებულად, თან რომ წითელ არმიას ხალხი აღფრთოვანებული დახვდა, ეს ერთი რაც არ ყოფილა. ის რომ მე-11 არმია ქართველებს დაეხმარა ბათუმის დაბრუნებაში, ეს საერთოდ არ ყოფილა, იმიტომ რომ მე-11 არმია ბოლშევიკები, ჩვენი ქართველი ბოლშევიკები ზურგს უკან შეთანხმებულები იყვნენ თურქეთთან, რომ ბათუმი და აჭარა ეს უნდა დარჩენილიყო თურქეთს და აქეთ არ უნდა წამოსულიყო და აქეთ იქნებოდა ბოლშევიკი. აი ეს ამბავია, არის რაღაცა შეცდომებია გავყარული, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ, როდის იწერებოდა ეს რომანი და როდის გამოიცა. თან მეოთხე ნაწილი არ გამოცემულა 60-იან წლებამდე, სადაც მიუხედავად ბოლშევიკური პროპაგანდისა, რომელსაც 30% უკავია ამ რომანის, ზუსტად არის მოცემული ის ფაქტორები, რამაც გამოიწვია მენშევიკური მთავრობის დამარცხება და არაპოპულარობა ქართველ მოსახლეობაში, იმიტომ რომ ქართველი მოსახლეობის უმოქმედობამ შემოიყვანა რეალურად, რო ვთქვათ, მე-11 არმია აქ და ეს უმოქმედობა იყო გულგატეხილობით გამოწეული, იმიტომ რომ მათ უკმაყოფილო ხალხის წინააღმდეგ ისინი იყენებდნენ იმ მეთოდებს, რასაც გენერალი გრიაზნევი და ისინი ანუ царიზმი, რასაც იყენებდა, ხო, და ქართველისთვის, როდესაც ხედავს, რომ ამას ქართველი აკეთებს, ხო, უფრო ძნელია და სატანია. ხობა, ძალიან დიდი მადლობა ყოველთვის შენთან შეხვედრა, ყოველთვის ერთ თემით არ იწურება ხოლმე და იმიტომ მუდმივად ახალ-ახალი პროექტების შესახებ გვიწევს კიდევ საუბარი. მე მინდა წარმატება გისურვო, წარმატება უსურვო პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თქვენ ფესტივალს, რითაც დავიწყეთ საუბარი. მადლობაც გითხრათ ყველას ამ ორგანიზატორებს, შენ პირადად
რასაც აკეთებ და რა თქმა უნდა წარმატება უსურვა პროექტს აი ამ აუდიო სერიალის წარმატებულ დაგვირგვინებას, რომელსაც ასევე მოუთმელად ველი, ოღონდ მას შემდეგ რაც ამ წიგნს უკვე გავეცნობი და დიდი მადლობა გოგოს. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისათვის და დიდი მადლობა მსმენელებს და დიდი მადლობა თანადგომისათვის და მშვიდობა მოგცეს ღმერთმა და ცოტა ფრთხილად მოვექცეთ ჩვენს ქვეყანას და პატივისცემით. ნამდვილად. რეჟისორი, დრამატურგი, მწერალი, მსახიობი და ამჯერად ფესტივალ დიოგენეს დირექტორი კობაც ხაკაია გახდათ ჩვენი სტუმარი. სულ ცოტა ხანში უკვე ჩვენ უკვე ლეგენდარული დარდანელის გმირი ჰენრი კუპრაშვილი გვესტუმრება. ასე რომ დიდი მადლობა, დაგვეღოდეთ.